როდესაც გეუბნებით, რომ გაერთულეთ, აწყო ხვანდილის გასაადვილებლად. ახლა მინდა მაგალითი მოვიყვანო, რომ აქ იხსნათ რეალურად რას გულისხმობ. მაგალითები რატომ მომყავს თქვენთვის, რომ უფრო კარგად გაიგოთ. ასე უფრო გიღეჭავთ, რომ მიწერთ ხოლმე, რომ როგორ გვიღეჭავ ყველაფერს მადლიერებას. ზუსტად იმიტომ როგორ ვცდილობ, რომ დაგიღეჭოთ მაგალითები შემოკარგო. თუმცა, როდესაც პირადული არის, მე მაგალითს ასე ვერ მოგიყვანთ. მხოლოდ მოგიყვანთ იმას, რაც ან მე მეხება, ან საჯარო ინფორმაცია არის. იმის განხილვა აღნიშნა შემიძლია. ოღონდ არა განკიცხვა, არა ჩაქოლვა, არა დედაღმერთო ჩემო, მთელი ცხოვრება განმიკითხავდა. ადამიანები განმიკითხავდნენ იმის გამო, რასაც ახლა გეუბნებით, აგრეთ ვამბობდი და მეოდესმე განმიკითხავ ვინმეს. ღმერთმა ისე უნდა მაბრმავოს, რომ ეს სიმწარე ვინმეს დავანახო. ერთმა ადამიანმა დაწერა, რომ ის არის რო ანუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მე როგორ მესმის, შეეშინდათ ადამიანებს, შეეშინდათ მათი სიბნელის, შეეშინდათ ის, რომ დედა მეც არ შემეხოს ეს ყველაფერი. ალბათ მინდა მაგალითით განახოთ, გითხრათ ჩემი სათქმელი. სიმართლეა თუ სიცრუეა, თქვა თავადვე განსაჯეთ, თუ ასე ძალიან გნებავთ. ხან ნიჩეს მოგიყვანთ ხოლმე მაგალითად მოკლედ, ვინც საჯარო არის, ვისაც ახლა საჯარო აქვს ცხოვრება, მე უბრალოდ ავღნიშნა, ჩემო კარგო, ვაკვირდები, არ განვიკითხავ. მე ვინ ვარო, ვინმე განვიკითხო. ყველას თავის ცხოვრება აქვს, ყველას თავისი არჩევანი აქვს. მე უბრალოდ ვაკვირდები და ვაზიარებ ჩემ ცხოვრებას და ახლა მინდა გაგიზიაროთ და თუ საჯარო არის, საჯარო თუ არის. მიყვეთ ასე განვიხილე, მაგალითად საჯარო არის, ხო? ფილოსოფოსები რატო განვიხილათ? იმიტომ რომ საჯარო არის. პირადულს არასდროს შევეხები. მიყვეთ. მოვიდა ეს ადამიანი და დედაჩემი გახსოვთ რა ცუდად გახლდათ. დედა საავადმყოფოში დედაჩემი მეტყველება წაერთვა. კათეტერზე იყო, იმიტომ რომ საერთოდ ორგანიზმში დაეშალა. ესე იგი მეტყველება წაერთვა, რასაც ვეუბნებოდი, ვეღარ აღიქვავდა, ვერ ხვდებოდა შესაბამისად, რო ეხებოდნენ, ეგონა რომ რაღაცას აუცილებლობდნენ, ტრამა აქვს დედაჩემს, მისი პირადული არის, ამას ვერ მოგიყვებით, რა ტრამა აქვს და რა მნიშვნელობა აქვს და ესე იგი, ეხებოდნენ დედაჩემს და ურტყავდა, აგრესიული გახდა, მოვლის მიმართ, აი საერთოდ ვეღარ მოვლის წინააღმდეგი იყო, ვერ გამოუცვლიდი, ვერ დაბანდი, ვერაფერს ვერ გავუკეთებდი, იმიტომ რომ საოცრებებს ვერ ხვდებოდა, რატო უვლიდით. ანუ ეგონა რომ ვიღაცა რამეს უშვებოდა ცუდს. ანუ არ ესმოდა რა ჩემი სიტყვები, ვეღარ აღიქვავდა. და ესე იგი, ყველას გვირტყავდა, ან სულ ეძინა, საავადმყოფოში ხო წამლებს ეყავდა და მაგრამ წარმოიდგინე, ესე იყო და მაინც როდესაც დაიწყებდა ხოლმე ღმერთო ჩემო, დედა რა მდგომარეობაში იყო დედა და ძალიან ესეთი რა ქვია და რო გამოვიყვანე, ძალა მოეცა რა დედაჩემ და ვერ დადიოდა ხო კათედრაზე. ძალა მოეცა და მოკლედ ახლა ხო გითხარით საბუთები რო აიღო დედაჩემმა უკვე სახელმწიფომ გამომიყვა ადამიანები რომ მიხვდნენ რა მდგომარეობაში იყავი, ეს გოგო მოკლედო და ამაზე როდესაც აი უკვე აქ თუ საბუთები არ გაქვთ, ანუ აქ როგორ არის სასამართლოს ხო მოიგებ და მე საბუთები თუ არ გაქვს არ გაცილებენ დახმარებას რა და როდესაც მიიღო უკვე დედაჩემმა მოიგო სასამართლო და მე მიიღო საბუთები, ესე იგი საავადმყოფოს შემდეგ აი რამდენიმე თვეა გამომიყვეს, მოკლედ დამასიეს ხალხი, რომ შემს უფექებინათ ჩემი ყოფა და
და ერთი ადამიანი ვერ უფლიდა, ანუ მომლელი ხო მოდის, მაგრამ 1 საათით ხო და მოკლედ წიწვენებდნენ რომ არ შეგვიძლია, ისევ მე ვუვლიდი რა დედაჩემს და ამიტომ რომ მე დამესვენა რომ ჩემი საქმე გამეკეთებინა ან დანიელსთან მეწამეყვანა, ან საკვები გამეკეთებინა, ან მოკლედ ჩემი საქმე რომ გამეკეთებინა, ან ეპოქსიდზე მაგალითად ხო მე მუშავა, ან ჩემი საქმე რომ ნახეთ რომ გამეკეთებინა მოკლედ ჯერ ამ წინადადებას დავასრულებ. ამიტომ გამოყვეს 2 ადამიანი, ანუ დილით 1 საათი, 1 საათი 2 ადამიანი, საღამოს მე ავირჩიე, ანუ შემიძლია 3ჯერ და 4ჯერაც მოვიყვანო, მაგრამ არ მინდა. ეს საკმარისი არის. ხო და ნახეთ, ანუ თავიდან მოკლედ ძალიან ესე ურწყავდა ყველაფერს და მობლის წინააღმდეგი იყო. თუმცა ხა მე გამოკეთდა, მაგრამ ამ პროცესში ამ გოგო შენიშნულზე ურთულესი იყო დედაჩემი. ასე ოდნავ გაუკეთა დედაჩემა, იცით რა პანიკები აწია, დარეკა, არ შემიძლიაო, ასე საავადმყოფოში გაიქცა და გაერთულა ცხოვრება. გავიდა დრო, დედაჩემი უკეთ არის, ახლა მომვლელები აქ ისვენებენ. მოდი, არაფერი არ არის გასაკეთებელი. ანუ პამპერსი გამოსაცვლელიც არის, ღმერთის წყალობით ტუალეტში შემყავს, თან დაიწყო სიარული დედაჩემა. როგორ ადექი შენ? ისამს ანუ დედა შოქში ვარ, პამპერსი. უბრალოდ ანუ როგორ ადექი დედა შენი? დღეს ასე არის და ფეხზე რეჯექი ხარ. ვერასდროს ვერ ტყვის, ვერასდროს ვერ ტყვით, პროგნოზირებადი არის რა. შეიძლება ხვალ ისე წელსქვევით იყოს მოწყვეტილი. ანუ აი ვერასდროს ვერ ტყვი, რომ კარგად არის დემენცია მქონე ადამიანი, იმდენად არაპროგნოზირებადი არის, თუმცა ხა მას შემდეგ რაც ეს გოგო წავიდა, აქ მოდიან ისვენებენ მოვლენები, მიდიან. ეს გოგო ისევ სადღაც დადის, შეეძლო დედაჩემთან ყოფნა და გაერთო ისევ მოკლედ ისეთი რთული ადამიანები შეხვდნენ, პაციენტები ახლა მაშინ სამსახურიდან უნდა წავიდეს, ხო? ნახეთ, ყველას არ შეუძლია. გესმით? თუ შენი საქმე არ არის, მაშინ ნამდვილად არ უნდა გააკეთო და უნდა აიღო პასუხისმგებლობა. ნახეთ, თუ რაც ღმერთმა გამოგიგზავნა, იმას ანუ ღმერთის იმედი თუ არ გაქვს, მაშინ არ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი. მაშინ მართლა გარეკავ, მაშინ გაინადგურებ თავს და მაშინ იქნები მთელი ცხოვრება დადანჯული. მაგრამ თუ მიხვდები, თუ ღმერთის იმედი გაქვს, ღმერთის გწამს და მის გზას მიყვები, სულიერ სიმშვიდეში იქნები. ყველა სირთულეს ღირსეულად გადალახავ და მოკლედ ამ გოგომ თითქოს სხვა გაიათვილა, ხო? ანუ სხვაგან წავიდა. აქ პანიკები ატეხა და არეკა თავის სამსახურში. ახლა დედაჩემი უკეთესად არის და ის ურთულეს პაციენტთან. ასე არ არის, რომ ყველგან თქვა არ შემიძლია მაშინ სამსახურიდან გაუშვებენ. შესაბამისად, უნდა გავერთულოთ დღევანდელობა, მივენდოთ ღმერთს. თუ ეს ჩვენ გამოგვეგზავნა, ნიშნავს რომ ღმერთი გზასაც გვაგვიკვალავს. გესმით? მოგვეწყობა უამრავი გამოცდა, რომ ნამდვილად გვჯერა ღმერთის, უამრავჯერ მოგვინდება დანებება. უამრავჯერ მოგვინდება ღმერთის გზიდან გადახვევა, თუმცა თუ მივყვებით ღმერთს, სასწაულები მოხდება. ნახეთ, მთელი ცხოვრება 16 წლიდან ვმუშაობ. 16 წლიდან თუ არ მუშაობდი, ვსწავლობდი, თუ არა და თავს ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. პირველი ჩემი სამსახური ბასკინ რობინსში გახლავთ 17 წლიდან. მე ეგვიპტეში წავედი, მოკლედ. იქ მუშაობდი ბავშვებთან, kids club-ში. და მე მოკლედ სულ მუშაობ, იმიტომ რომ ჩემი შემოსავალი რომ მქონდეს და ის ერთ ბოლოს სანამ აქ წამოვიდოდი კანადაში, 112-ში მუშაობ, არა 112-ის შემდეგ კიდე საზოგადოებრივი ურთიერთობები, მოკლედ PR მენეჯერად. და აქ რო ჩამოვედი კიდე ორსული ვიყავი აქ რო ჩამოვედი. ხო და ესეც მოყოლილი მაქვს. და მოკლედ აქ რო ჩამოვედი კანადაში, მუშაობდი კრუასანებში და თან ვსწავლობდი. მეძინა იმაზე, რა ქვია,
სახლში ვერ მივდიოდი ხოლმე დასაბანად, აი ხან მეტროში მეძინა, ხან სად მეძინა, თან ვსწავლობდი და თან მუშაობდი. ღამე მუშაობდი, დღეს ვსწავლობდი. 9 თითქმის 9 თვემდე. ბოლოს გამიშვი მან რა ქვია მენეჯერმა, რომ ნიშინიაო რა უკვე საშიში არის, ვეღარც მოძრაობ ხარც ვერაფერი და მე ჩვენ დაგვფარალდებოდა და გთხოვდა ნებელ სამსახურის დავიო. ნუ აი მე არ შემიძლია სამსახურის გარეშე. გესმის? მე მეგონა რომ დიდი კურა ჩამოვიდა და მეთქი გავალ სამსახურში მეთქი აი დანიელი რო გამიჩნდა ხო არ შემეძლო მუშაობა, თუმცა ხა თარჯიმნა დავდიოდი და დღეების ბავშვით. ადამიანებო დღეების ბავშვით დავდიოდი ხოლმე რომ 2 კაპკი ფული მეშონა. აქ დახმარება არის რა, აი ეს რო არ მუშაობ, მაგრამ იმიტომ არის ამდენი უსახლკარო რომ აქ დახმარებას ვერ გადარჩები, ჩემო კარგო. აქ მუშაობდი და თან დახმარებას იღებდი და მე არ დამიჯერეს. გესმით რომ არ მუშაობდი და საერთოდ ისე ხარში უცხო ისა თავშესაფარში რომ მოხვდი, იმიტომ რომ ამ ფულით ვერ გადარჩები. გესმით? და არ დამიჯერეს. და მოკლედ მე ის არის რა ქვია, მე თავშესაფარში რომ მოხვდი, აი მე დამიჯერეს რომ ყველაფერს სიმართლეს ვიძახდი, იმიტომ რომ ფაქტის წინაშე დადგნენ, მაკვირდებოდნენ და მიხვდნენ რომ არ ვიტყვებოდი, ამიტომ არ უნდა მოვიტყოთ, იმიტომ რომ სხვას მე აღარ უჯერებენ ადამიანებო, ამიტომ უნდა ვიყოთ მართალნი. ხო და უპატრონო თავშესაფარში რომ მოხვდი, ხო? და მე ღმერთის წყალობით, მოკლედ რა მე ღმერთს რომ მივყევი ამ სახლში გადმოვედი და ასე შენ და მეგონა რომ დედაჩემ ჩამოვიდა და ისე სამსახურში გავიდოდი რომ ამოსულიყავი რა გაჭირვები და ბავშვს პამპერს ვერ ვაცმევდი ადამიანებო რა სოციალურით როგორ გადარჩები ვერ გადარჩი არ გეგონებთ რომ კანდაში ჩამოხვალ დაჯდებით სოციალურზე და სოციალი არის მინიმალური საკვებში არ გეყოფათ და ის არის რო ქვია და ჩამოვიდა დედაჩემ და რაღაც მუშაობას დავიწყებდი დემენცია გაურთულდა ფრენის დროს ხო სხვა ადამიანი ჩამოვიდა გავიდოდი ხო სამსახურში ამიტომ დედაჩემთან ესე იგი დედაჩემთან ერთად დავდიოდი თარჯიმნად დედაჩემი იყვირო და მე ვთარგმნდი ღმერთთან ახლა რო ვკვირდები არ მჯერა ეს ყველაფერი მე გადამხდა მე გამოვიარე და თან მე ეპოქსიდი იმიტომ გამოვიკანა ხედავდი როგორ პასუხისმგებლობას გაურბონე მაგალითად ის ვერ გავაკეთე იმიტომ რომ აბრალებდნენ სხვას ის ვერ გაკეთებ რეალურად სიზარმაძე შიში ამ ყველაფრის ბრალი არის ხო და ეს არის რო ქვია ანუ იგივე არ მინდა გესმით რომ თქვა რომ დედის გამო აი მე ვერ გავაკეთე დედის გამო ვერ მუშაობდი დედის გამო სახლი არ მაქვს ის არ მაგრამ დედას შემცვალო უკეთესობისკენ მადლიერი ვარ გამომაფხიზლა და მე აი დედაჩემ მიყვირო და მე ეპოქსით ვსწავლობდი დედაჩემ მიყვირო და მე ვცდილობდი რომ მე ისწავლა უკეთესი ადამიანი გავხდარიყავი ყველაფერს პარალელ რეჟიმში ვაკეთებდი ამიტომ გამოვიგონე ხო აი ესეთ სტუდიოც რატო გავხსენი რატო ვაკეთებ ხელ ეპოქსით ისე ხელნაკეთ ნივთებს რომ ამოვიდე ამ მდგომარეობიდან ხო ამ ფსკერიდან გესმით და რომ მეც არ გავხდე ის ადამიანი ვინც დააბრალებს პასუხისმგებლობას გაექცევ გესმით ხო და აი ამიტომ მე ხა დედა ან ვარიანტი მქონდა რომ დედაჩემი ისევ საქართველოში გამეშვა დამებრუნებინა ანუ გავქცეულიყავ პასუხისმგებლობას და ღმერთის დობა არ მქონდა ანუ არ დამეჯერა რომ რადგან ეს მოხდა ღმერთს უნდა მივენდო ანუ ღმერთმა თუ ეს დაუშვა იმასაც დაუშვებს რომ ანუ გზას გამიკვალავს გესმით გადამარჩენს გართულდება ყველაფერი მაგრამ გართულდება დღევანდელობა ხვალდელობის გასაადვილებლად აი ამ გოგოს მაგალითი მაგიტომ მოვიყვანე ნახეთ აი რთული იყო ხო ძალიან რთული იყო თუმცა ახლა ხო ზეიულია ჩვენ ადამიანები მართლა გავრეკავთ თუ ტკივილი ტანჯვად გადავაქციეთ გესმით მაგრამ თუ მასწავლებელი გავხადეთ ჩვენი ტკივილი მაშინ სასწაული გაიხსნება გესმით ჩვენში აგერ მე ხატვა დავიწყეთ თქვენი საოცრება გაიღვიძებს ამას გიხსნით და ამას გიზიარებთ მაგალითებით რომ უფრო კარგად მიხვდეთ თორე ასე ზოგადად რო გესაუბრებოდეთ ვერაფერს ვერ მიხდა თითქმის ასე შეგეხოთ ნიშნავს რომ მიხვდით გესმით და მადლიერი ვარ თუნდაც გავილანცხო მე რა ვინ არ გალანცხულა ავღნიშნოთ აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ რომ ვასწავლოთ ერთმანეთს გესმით თუ
უნდა მე ამიტომ გადმოგილაგეთ ჩემი ცხოვრება საჯარო რატო გავხადე რომ თქვენც აღნიშნოთ და მიხვდეთ მართალს ცრუს და მართალს და მოკლედ კიდევ ერთხელ არ ვიცი შეიძლება ხვალ საერთოდ რადიკალურად შეიცვალოს დედის მდგომარეობა ხო გაუარესდესაო არ ვიცი იმიტომ რომ დემენცია არაპროგნოზირებადია თუმცა ხო შეეძლო გაეთულებინა ცხოვრება სამსახური ეხლა ვიღაც ურთულეს იყავს და ჩემთან კიდე ისვენებენ ადამიანები მომლელები ასეა ყველაფერში დღეს თუ გაიქცევ პასუხისმგებლობას ხვალ აუცილებლად გაგირთულდება ოღონდ დღევანდელი პასუხისმგებლობაც შეიძლება ურთულესი იყოს აუცილებლად იქნება და აი ინგრედი ქუჩაში დარჩები ის მაგრამ შენ თუ ღმერთს ირწმუნებ და მიხვდები რომ ეს შენთვის ხდება ხვალ აუცილებლად აყვავდები და თუ არ აყვავდი ესეც ჩვენი ბრალი იქნება ესე კიდევ რაღაცა არასწორ ვიბრაციებზე ვართ ანუ არასწორად ვაზროვნებთ ყველაფერი ჩვენთვის ხდება ჩვენთვის ჩვენ უკეთეს ადამიანად გადასაქცევად გამოვიგონე ადამიანი გაჩერება შემიძლია თან დედაზული თან დანია და გამოვიგონე აივსე სტუდიო რა ვქნა ასეთი ვარ 16 წლიდან მუშაობ სახლში ჩავჭიკი მაინც რაღაცა გამოვიგონე ადლიერი ვარ რა ვქნა მე ვცდილობ და რაც იქნება ყველაფერი ღმერთზე მიმით